კვირას 12 ივნის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუნხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და აუნეტარესმა ილია მეორამ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში ახალშესვენებულ არქიმანდრიტ სოგრატ სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაუხადა. სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. მაუწყე მეუფალო გზაი, რომელსაც ავიდოდე, რამე თუ შენ და მიაღრიღე სული ჩემი. სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასაც რფელსა. აი ასეთ სიტყვებს ლოცულობთ, ამ სიტყვებით ლოცულობთ ჩვენ, რომ როცა ვაცილებთ საუკუნო ცხოვრებაში მამა სოკრატეს. მამა სოკრატე იყო ყველასათვის საყვარელი ადამიანი, ყველასათვის ახლობელი პიროვნება, ყველას ეხმარებოდა, ყველას უთანაგრძნობდა, ყველასთვის ლოცულობდა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იმ საუკუნო ცხოვრებაში, მარადილ ცხოვრებაში უფრო გააძლიერებს ლოცვებს საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის, ჩვენთვის. ღმერთმა აცხოვნოს და ნათელში ამყოფოს მისი უგდავი სული. არქიმანდრიტი სოგრატი ჭულხაძე საქართველოში ერთ-ერთი უხუცესი სასულიერო პირი გახლდათ, რომელსაც სამი პატრიარქის, ეფრემ მეორის, დავით მეხუთის და ილია მეორის პატრიარქობის პერიოდში მოუწია სასულიერო მოღვაწეობა. იგი 1933 წლის 19 თებერვალს დაიბადა ცხინვალის რაიონის სოფელ ზემოაჩაბედში. აღსანიშნავია, რომ მის ოჯახში სამი სასულიერო პირი აღიზარდა: ძმაც, გარდაცვლილი დეკანოზი წყალობა და მათი დიშვილი მღვდელი გიორგი. არქიმანდრიტი სოგრატი ათეული წლების განმავლობაში ჯერ ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, შემდეგ კი არამიანცის საავადმყოფოს ეზოში მდებარე ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში მსახურობდა. დაკვეთებული ლოცვებით უამრავ გაჭირვებულ, სნეულებაში მყოფ ადამიანს შეეწეოდა. არქიმანდრიტი სოგრატი 9 ივნის ამაღლების დღესასწაულზე გარდაიცვალა. მრევლს და სრულიად საქართველოს საყვარელ მოძღვართან გამომშვიდობების საშუალება ორშაბათს 13 ივნისაც მიეცემა. სამშაბათს 14 ივნის 14 საათზე კი მის მიერ აგებული ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ. ღმერთმა აცხოვნო სული მონისა ღვთის არქიმანდრიტისა სოკრატესი და დააწესოს იგი, სადაც მართალნი განისვენებენ. ამინ. საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება კიდევ ერთხელ უსამძიმრებს არქიმანდრიტ სოგრატის სულიერ შვილებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს ამდიდ დანაკლისს და მორწმუნეებს თხოვს ლოცვებში მოიხსენიონ მისი უგდავი სული. 2007 წლიდან მსახურობ, მე ფლა ბედნიერება წილად იმისა, რომ მსახურობ მამა სოგრატთან. გასულია 9 წელი უკვე და განსაკუთრებული პიროვნება, განსაკუთრებული დიდი მოძღვარი გამოაკლდა დედა ეკლესიას. დიდი მოძღვარი წარდგება, დარწმუნებული ვარ, უფლის წინაშე გამართლებული და ღმერთმა ინებოს, რომ ცათა სასუფეველს შეუერთდეს მისი სული, ცათა სასუფლების მკვიდრი გახდეს და ლოცვა კურთხევა, როგორც არაკლა მამა სოკრატის ლოცვა კურთხევა სრულიად საქართველოს დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც გაგრძელდება მისი ლოცვა კურთხევა და მისი ლოცვა კურთხევა შეგვეწევა ჩვენ და სრულიად საქართველოს.